დღეს მინდა ვისაუბრო სქესობრივი აქტის შემდგომ ცისტიტზე, რაც საკმაოდ ხშირი მოვლენაა და სამწუხაროდ მეც მყავს ასეთი ბევრი პაციენტი. ასეთ ცისტიტს კიდევ ეძახიან პოსტკოიტალურს და ახასიათებს ისეთი ჩივილები, როგორიცაა მტკივნეული შარდვა და წვამოშარდვის დროს, გახშირებული შარდვა, ამასთანავე დაუცლელი შარდვის შეგრძნება და შესაძლებელია სისხლნარების შარდი. ხშირად ასეთი ცისტიტი ინტენსიური სქესობრივი აქტის შემდგომი მოვლენაა და კავშირშია სასქესო ორგანოების ანატომიასთან, როგორიც არის ურეთრის საშოსთან სიახლოვე, რაც აადვილებს ბაქტერიების შეღწევას შარდის ბუდში და მეორდება ყოველი სქესობრივი აქტის შემდეგ. ასევე მიზეზია სიმშრალე სქესობრივი აქტის დროს, რაც იწვევს ურეთრის მიკროტრავმებს და ნაწლავის ჩხირის მოხვედრას ანუსიდან ჟარსადენ მილში. ცისტიტი ბაქტერიული დაავადებაა, ამიტომ ორივე პარტნიორის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია. არიან ქალები, რომლებიც არც ერთ რეკომენდაციას არ იცავენ და ცისტიტის პრობლემაც არ აწუხებთ, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები, არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა და არ მიყვეთ მეგობრების, არა ექიმების რჩევებს, რაც სამწუხაროდ ძალიან პოპულარულია ჩვენთან საქართველოში. არ გაირთულოთ მდგომარეობა და არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.